ქრისტიან დემოკრატების საარჩევნო სიის პირველი ნომერი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ინგა გრიგოლია წინა საარჩევნო კამპანიაში არჩევნების მოგებისა და საკრებულოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავების იმედით ერთვება ამასთან. გრიგოლია ხაზს უსვამს, რომ იგი იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის ლიდერებმაც თავის დროზე სერიოზული წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივი აზრის გარდატეხაში და დაიწყეს იმ თემებზე საუბარი, რომლებზეც საუბარს ვერ ვედავდნენ. დღეს ქრისტიან დემოკრატებმა ინგა გრიგოლიას მონაწილეობით მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გამართეს და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს. დღეიდან ინგა გრიგოლია უკვე ოფიციალურად შეუდგება პოლიტიკურ საქმიანობას და რაც ჩვენთვის ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ანუ ქრისტიან დემოკრატიული პლატფორმის მიტანა კიდევ უფრო უკეთესად იქნება შესაძლებელი საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს ამ არჩევნებში, უკავშირდება არჩევნების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის უფრო მეტი განცდის გაჩენას. მე ვერთვები ამ ბრძოლაში გამარჯვების იმედით. თბილისში ერთხელ უკვე დამარცხდა ხელისუფლება, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნებისას, ასე რომ მე ვთვლი, რომ თბილისში გამარჯვების ძალიან დიდი შანსია, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც თბილისში დამარცხდა ხელისუფლება იმ საპრეზიდენტო არჩევნებზე, არ ვთვლი, რომ რაიმე ისეთი შეიცვალა, რაც ჩვენ არ გვაძლევს გამარჯვების შანსს.